არ გაუღვიძია ჯერ ბიჭს. ვერად გაეტყობა. რას ადგებოდა იმდენი დალია გუშინ. თავს ვერ წევს ალბათ. ამას უყურე რა. ხო დათო. რა შვილი. ვიცი თავს რო ვერ წევ. რა იყო რა უბედურებაა რამდენი დალია გუშინ. შეიძლება ასე დალევა კაცო? მე რო გამიკვირდებ რა? მინერალური წყალი შემოგიტანოთ? კი ბატონო, კიდე ასინებებთ თქვენო უდიდებულესობავ. მეიცე ერთი რა გაზი გავიყვანებ და ისე შემოგიტან. შენ თავში გავარდნილი რაღაცეები, ხო იცი ერთი რა? მოგცემ ხა და იყავი. აიყო ეხლა ეს. რა მოიფიქრე? სათხარ. სადილალე. გამოდი რა გაგჩეჩო. რა? როდის წახვედი ბათუმში? უიმე, შენც კაი მასხარა ხარ. წადი დამანებე თავი კაცო დამაწყვიტე დილიდან ნერვები. კარგად ბრძანდებოდეთ. ხო რამინი ბიძია ხო კოტიკოს ძინავს ხო ჯერ ძინავს გუშინ რო ჩამოვიდა იმდენი ვილაპარაკეთ ვაიმე იმდენი ვეფერე როგორ მომნატრებია ხო მანანას უთხარი არაფერზე ინერვიულო საიმედო ხელსშია მისი ბიჭი ხო რა მკითხე ვინმე გოგო ხო არ გავაცანი გუშინ ჩამოვიდა რამინი ბიძია ბიჭი და რა დროს გოგოს გაცნობა იყო როდის უნდა მომესრო ხო კარგი რო გაიღვიძებს დავარეკინებ კი კარგი გავაცნობ ვინმე გოგოს კარგ გოგოს ბინიას კარგი გენაცვალი კარგი გაკოცე მომიკითხე მანანა ყველანი მომიკითხე ძალიან მენატრებით კარგი დროებით კარგი ესე იგი გაგაგიჟებს ეს კაცი რა დროს უნდა მომესწრო ერთი გოგოს გაცნობა რა გავგიშდი ისე ქეთევა რა მართლა ვერ წარმომედგინა რამენი შვილი ასეთი ჭკვიანი თუ იქნებოდა რა არ თქვა რა ძალიან ჭკვიანია ეს ლაშიკო უჭკვიანესი ბიჭია სულ კითხულობს ყველაფერს კითხულობს იცი რა დავაკვირდი ქეთე რა აი კითხოს რომ მორჩება რა თავისუფალ დროსაც კითხულობს მეც ვახოს გავს რაღაც გაჩერდი ეხლა გაჩერდი კაცო რა მართლა გავს აი სათვალით გავს ვახოს რა ხანო მაიმუნო რას ქვია ვახოს არა იმას გავს რატო მაიმუნო გეუბნები სათვალით გავს ვახოს გეხვეწები გემუდარები ჩემ დასე გაუთხრა არა კეთება რა უნდა უთხრა ჰა წამომცდეს ოი მოდი კოტიკო კიდე კითხულობს კაცო რას კითხულობს ერთი სულ კითხულობს ისი რას კითხულობს რა სარეცხი მანქანის ინსტრუქციას კითხულობს მე რა ვიცი რა შეჭირდება ვიცი ედინო დეიდა ხაიმე კოტიკო დეიდას ნუ მეძახი დეიდა იცოდი თქვენი სარეცხი მანქანის დასახელება როგორ იშიფრება კი შესანიშნავი მანქანა ალალად გარეცხავს შმაგი ხაიმე ზურადღებას ნუ მიაქცევ კოტიკო ესე ხუმრობს ხოლმე რაღაცებს და არ გაგიკვირდეს დეიდა რაში ჭამ აბა დეიდა რა მოგიმზადო ეხლა არაფერს დილით ვერ ვჭამ რას ქვია ვერ ჭამ დეიდა ვაიმე მე ეხლა ისეთი რაღაც მაქვს შენთვის იმას აუცილებლად შეჭამ უგემრიელესში სავი შოკოლადი ხილებით მუშებით ქიშმიშებით ხო იზოლდამ გამომიგზავნა იზოლდა მასწავლებელმა ხო და გიორგის ალერგია აქვს ხო და არ ეჭვება მიდი ჭამე ზაზარო იყო ხო იცი ჩვენთან მოსული ჩემი ზაზა იმას შევაგახინი აგერ კარადის თავზე მიდი შეჭამე ზაზა რა მეც არ აქვს კაცო ეს შოკოლადის საწავით ასე უწევ როგორ შემჭამე მე კიდე ხო ის რა მიდი აბა ნახება ხა
ვინ არის ირაკლი ჩხეიძე და ვისი რეკომენდაციით ინიშნება ის მერის მოადგილედ. და კითხვის ნიშანი. ბიჭო, ეს ის ირაკლი ჩხეიძეა. ვაიმე, მთელი უბანი ბოთეს რო ეძახდა. ამის მაგივრად ვაბარებდი გამოცდებს. ამის მაგივრად მოვიდოდა ირაკლი შეიძლება ჩამიბარო გამოცდა თათოფლოში გამოცდა. ჩამიბარებინი მივდიოდი, კაცო, მეც რა კაი ტიპი ვარ. ხაზველობით გეომეტრიაში 5 მივიღე და ჩემ ფიზიოლოგიაში მივიღე 4-იანი. მე რა ყოფილიყავ ეს ვერ დაამთავრებდა. ბიჭო, შეხედე, ბოთე რამდენს მიაღწია? ინსტიტუტში ბოთეს ეძახდნენ, სკოლაში ბოთეს ეძახდნენ, მშობლებით ბოთეს ეძახდნენ. რამდენს მიაღწია? ან ეს კითხვის ნიშანი რა არის რა? და ფოტო მიეცი ერთი რა, გვანახე რომელი ირაკლი ჩხეიძე, ეხა ყველას ვეგონებით რომ ეგონება რომ მე ვარ ეს და დაიწყება მე უხსენი რომ ეს მე არა ვარ, ეს არის სხვა ირაკლი ჩხეიძე, წამოვა თხოვნები, ტვინის ბურღვა, აბა ის და პირველი ვინ დარეკავს? რა თქმა უნდა. გოგი. ხო, რას მილოც? რას მილოც? არ ვარ მე ეს. ეს იცი ვინ არის? ის ირაკლი ჩხეიძეა. ხო, ბოთე. ხო, ბოთეს რო ხო. რა აღნიშნოთ, რა დავლიოთ, კაცო? სხვა ირაკლი ჩხეიძეა თქო, არ ვარ მე. ვაიმე, გოგი, რას ნიშნავს? თვითონ შეგეშალა და მე გეგონე, ნუ გამაგი. ვაიმე, გოგი, აი ახლა გავიყვიძე ენერგიით ახსავსეო. და დამღალე უკვე. გეხვეწები რა, გოგი რა. ბიჭო, დავლიოთ, მაგრამ მოიგონე წესიერი მიზეზი, კაცო. რას ქვია, მე გეგონე ბოთეები ხო არ ვართ მე და კარგი, დამღალე. მოდი. ირა. მარიკა სახშია? ბათუმშია მარიკა. კაი, რა იყო, კაცო, დაურეკავ და ვეტყვი, მითხარი რა გინა? არა, იმასთან არაფერი. შენთან მაქვს საქმე. რა? შენ მერცხავს რამე ჭის, ნერვიულობს რამეზე? რა იცი რომ ნერვიულობს? როგორ გაფრინდა, ბოლქას ტრეინს და. როგორ დაისვენი, აბა სანტრედიაში, დეიდა. არა, დავისვენე. სულ ძროხას ვეძებდი. რომელ ძროხას? აი ის ხმოდა ადრე რომ იკარგებოდა ხოლმე და რომ ვეძებდი. ეხლა გაიზარდა, დაბერდა, სახს ვეღარ აგზნებს და იკარგება ხოლმე. ვაიმე, შეგინაცვალე, ზედ გამოჩლი რამინი. ვაიმე. კეთინა დეიდა. დეიდა. მიჩვეული ვარამ დეიდას. ჩემი ნივთები ამოვალაგე და სად დავაწყო? წამოდი მე გაჩვენებ დეიდა ყველაფერს. მეორე თაროზე იქვე, წამოდი. ეგ სათვალე მათხოვ ერთუთი. ლაშა. რა იყო? გეხვეწები. რას მეხვეწე? გემუდარები. ნუ მე მომდარები რა იყო, მაინტერესებს. შევმყიდებ. მე გავარ ვახოს. გაჩერდი. მაიმუნ გაჩერდი. კარგი ხო? წამოდი დეიდა, წამოდი შეგინაცვალე, რა ბიჭი. ზუსტად ასეთი სათვალე კონდა ვახოსაც კაცო რა. კარგი ხო, უხერხულია, გავიდი, რა არის უხერხული? ასეთი სათვალე კონდა ზუსტად ვახოს და რა. მე უხერხული რა. მოვედი. ხო? ვახო ახსენეო და მოდი თამარ. სად არის ჩემი და დილით? დილიდან ამიკლო რეკვით, სწრაფად მოდი ჩვენთანო. სიურპრიზი მაქვს, ვიღაც უნდა გაჩვენოვო. ვინ არის, რა ხდება? ვიღაც უნდა გაჩვენო. ხო. ვეუბნებოდი მე. არ გინდა მეთქი, არა, ქეთევან ეწყინება თამარს არ მოიყვანოთ ხო? არა, გინდა თუ არა, უნდა მოიყვანო, თამარსო გაუხარდებაო და ეხა ყავს ოთახში იქ და დამალული. შე რას მაიმუნო, ჰა? რას მაიმუნო? ნახე, შეხედე. ვინ იქნება, აბა იქ დამალული. ვინ ეყოლება დამალული, ქეთევან, სამას შეხედე. თამრი, ვაიმე მოხვედი გოგო, ვაიმე შენი ხმა გავიგე ისე გამიხარ. ვაიმე თამრი, მოიცოდე ვინ არის ჩვენთან ხო? სიხარულისგან გაგიჟდებ. გაგიჟებული ვარ უკვე. რა გოგო, რა არის ახლა ეს ორი შვილიზება რანაირად იქცენე რა? მიდი შეუტანე სათვალე გაიკეთოს, რომ კარგად ნახოს რაც მოუვაიმე. რა გითხარი, მე შენ რას მაიმუნობ? ამხელა ბიჭი გადამირიე გოგო რა. მომისმინე ერთი წუთი და გეტყვი გოგო, გაჩერდი გოგო. კოდი ყვა ჩვენთან გოგო. ჩვენ ხელში გასდივი კოტე. კოტე, იუზა კი არა, კოტეო. როგორ
ხარ თამრიკო დეიდა ვაიმე დეიდა არ გამაგონო რა ვაიმე კოტიკო არ მჯერა ვაიმე რამხელა გამასწრო დაჯეჭი თამრი შეხედე დააკვირდი მანანას ღიმი სუფთა მანანა არ გამაგონო გაჩერდი ნუ გოგო რაც ბავშვია იყო გოგო ბავშვთან არ გინდა შეხედე რა კარგი ბავშვია და ამან კიდე ვის მიამძგავსა ვახოს ბიჭო ვაიმე დეიდა პირველივე დღესვე ნუ მომიშლი ნერვებს ისეთი ამბავი მაქვს ესე იგი კარგი მაგარი ძალიან აბა პოლიტიკურ პარტიას ვქმნი რა რა პოლიტიკურ პარტიას ქნი ბიჭო გაგიჟდი შენ ირაკლი ხელისუფლებაში უნდა მოვიდე რა ეხლა წარმოიდგინე ბრახ და მოვიდე არჩევნებში არა სანდრო რა შენ ბრახ და არჩევნებს ვერ მოიგე იმიტომ რომ შენ გჭირდება ბრახ ბრუხ ბუხ ბახ შენ სახელი იკითხე ჯერ პოლიტიკური პარტიის აბა ითხრა მახარაძე დემოკრატები აქაც მახარაძე ხო რა კარგია იცი რა თან ორივე მხრიდან ერთნაირად იკითხება ხო მიხვდი სლოგანი რომელი მაქვს როგორი მაქვს სადაც ვიწროა იქ გაწყდეს და ჩემთან რა საქმე გაქვს აი შენთან რა საქმე მაქვს ეს არის მეორე უფრო დიდი სიურპრიზი ანუ წინ მელოდება მთელი და მადლობა და ამბები არ გინდა ჩემს საარჩევნო სიის პირველი ნომერი შენ უნდა იყო მე უნდა ვიყო პირველი ნომერი ხო რატო შენ არ ხარ მაგ პარტიაში კი როგორ ავარ მე ვარ აბა მე მეათე ნომერი ვარ 10 ნომერი მარადონა მარადონა მაგარია კი მაგრამ მე ვერ ვიქნები შენი საარჩევნო სიის პირველი ნომერი სხვა რამე მთხოვე რაც გინდა რა პრობლემაა მეორე ნომერი ვერც მეორე ვერ ვიქნები რატო იმიტომ რომ რატო ვერ ვიქნები ხო აი რატო აი რა აი რატო ვერ ვიქნები ვინ არის ირაკლი ჩხეიძე და ვისი რეკომენდაციით ინიშნება ის მერის მოადგილედ აი ხა ეს სუქანი კითხვის ნიშანი უნდა იყოს აქ აი ეს სუქანი უნდა იყოს აქ უნდა იყოს გამხდარი კითხვის ნიშანი აი სასვენ ნიშანთა იუმორი შენ მართლაში ხარი რა რა ვიცი ნახე აბა ბოლო გვერდზე პასუხებში რასტა ირაკლი ჩხეიძე მე ვარ აბა ვიცი შენ ვინმე სხვა ირაკლი ჩხეიძე რა მაგარია ჩემი საარჩევნო სიის პირველი ნომერი მერის მოადგილე ბიჭო ქართული გესმის შენ კარგად ვერ ვიქნები თქო პირველი ნომერი თქო სხვა რამე მთხოვე რაც გინდა თქო კარგი არ არის პრობლემა მეორე ნომერი ვერც მეორე ირაკლი ჩხეიძე დამთანხმდი იცოდე თორე ამოგიქექავ ყველას ესე მომიქექა ესე მომიქექა ესა მოგიქექა ესე მომიქექა რა შენ გონია არ ვიცი ხალხის ფულებით რომ მკურნალობ ხარ ვაი შესაძოდაო შენ ხო და იმდენს კითხულობს, ესე იგი წიგნს ვერ მოაშორებ, თამრი მთელი დღე კითხულობს. რამინიმაც რამდენჯერ დამირეკა იმდენჯერ მთხოვა, აი მე გემუდარები თამარსაც უთხარიო, იქნებ როგორმე ამ წიგნებს მოშორდეს და ვინმე კარგი ბინიანი გოგო გააცნოთ თბილისელიო. ხო და თქვენ მაგის მეტი რა იცითო? ხო კარგი ბინიანი გოგო, ვაიმე ქეთინო, ჩემთან პირველ სართულზე ეკა, კარგი ტანფეხი როა. ეკა ლუშთვალება. ხო. იცი, მამამისი არის პურის ქარხნის დირექტორი. პურის ქარხნის დირექტორი, შვენია. არა, ჩემი კარის მეზობელი თამთა. თამთა. მაღლებზე უყვარს სიარული, ხო, სულ მიყვარს. კაი ჩაქცეულები არიან.
ეს იგი ხო დაბერები უპასუხე რამინი ბიძი არ ინერვიულო გოგოს მოძებნას რა უნდა ვაიმე ბიჭი ვერ მომიძებნია ჩემი თამრიკოსთვის თორე გოგო რა პრობლემა თქო ამ ბავშვს გადაარევ რა ხო მე რო გადამრიე შენთვის სიკეთე ვაი კოტიკო კოტე რა მინდოდა მეკითხა შენთვის გისმენთ თამრიკო დეიდა? კარგი რა კარგი გისმენთ თამრიკო დეიდა. ხო დეიდა ხო რა ორას ამბობდი უნივერსიტეტში რა პრობლემა მაქვსო ხო მე ხო სწავლობდი იქ რაზანის უნივერსიტეტში რაზანში ხო მე აქ რო გადმოვიტანე საბუთები იმ კრედიტებს არ მithვლიან და ისევ პირველ კურსზე უნდა დაგსვათო ვაიმე დეიდა არ ინერვიულო შენ მაგაზე მე და თამარი რისთვის ვართ ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ მესამე კურსზე დაждები შენ რა სისულელია შენ ჩვენიანი ხარ ჩვენი სისხლი და ხორცი ხო და მაგის პრობლემა შენ არ გექნება ვინ არის ირაკლი ჩხეიძე და ვისი რეკომენდაციით ინიშნება მერის მოადგილედ. ყოჩახ ირაკლი. ყოჩახ. რამდენს მიაღწია რა უნკურნალა იმ კაცს და დაუფასდა. ჭკვიანი კაცია. ზოგ ერთებს კი არ გავს ბოთეები რომ არიან. აჰა, გამარჯობა ქალბატონო. გილოცავ ირაკლი. გილოცავ? რას მილოცავ? ვინ ახარ შენ? ვინ ახარო შენ და ვისი რეკომენდაციით ინიშნებიო? თქვენს გაიგეთ? მერის მოადგილეთ, ხო? არა დავთხოვე კაცო, ვთხოვე რომ ჯერ ნუიტყვით ნურსად მეთქი რა, არ მინდოდა ას ვერაფერს დამალავ ამ ქალაქში. გილოცავ ირაკლი, გილოცავ. დიდი გაზობა. იცოდი ეს ამბავი როგორ ხდებოდა ატლეტიკია. შენ გენაცვალე. ჯერ კიდე ის ჩემი ცოდიცანსე შევარდნერი რო ჩამოვარდა ცხელწყალში რო გამოეკიდა, ვინ გამოეკიდა რა ქვია კაცო იმ ხოხობს რო გამოეკიდა და რო ჩავარდა, მაშინ იყო გადაწყვეტილი რომ ეს წვინით გაძეძგილი თავი ამ ქალაქის თავი გახდებოდა. შენ გენაცვალე, შენ ალილო. ალილოც და მრავალჟამიერიც გემშვიდობები როგორც მერის მოადგილეს და შეხვდები იქ როგორც მერს. შენ შემოგელე. დიდი მადლობა ჩემო. მადლობა იქით იყოს ჩემო ირაკლი რა მინდა ეხლა რო გთხოვო იქ რომ მოველბა და რა მისაშენებელი მაქვს მოჩთან პატარა და მეზობელი მიჩვის დიდი უკანონობა კი არ არის მაბნელებს მაგრამ ის ისედაც დაბნელებულია ის საერთოდ მეგონებრივად და უნდა მიმაშენებინო შემოიტანე განცხადება. განვიხილავთ. შეგენაც ირაკლი ბიძი ეხლა მერიაში დაიწყებთ მუშაობას იქ პირადი დაცვა არ დაგჭირდებათ ნებილედი დაცვა. პირადი პედიატრი პედიატრი. აი და კიდე ერთი რა აი ეგ რომ მოგენატრებათ აი ეს პედიატრი რომ მოგენატრებათ მე მოვალ მერიასთან და ქვევიდან ამოგძახებთ დააგეთ გზები თორემ საცობებია ქალაქში და მოძრაობა გაუსაზლისია დააგეთ გზები თორემ საცობებია ქალაქში და მოძრაობა გაუსაზლისია მე თქვენ გადმოიხედავთ და დაიწყებთ რა დააგეთ გზები თორემ საცობებია ქალაქში მოძრაობა გაუსაზლისია და დააგეთ გზები თორემ საცობებია ქალაქში მოძრაობა გაუსაზლისია ეს ნორმალურია ეხლა. დილამშვიდობისა ქალბატონო ერთმა მშვიდობა მოგცეს და ჭკუა უფრო. ვაიმე ხო თან ჩვენ გარშემო ისეთი საახლობლო წრე გვაქვს ვაიმე კოტიკო შენ ჯერ არ იცნობ ამ ხალხს კლინიკა გინდა საკონსტიტუციო სასამართლო გინდა UNGF-ი გინდა ადვოკატი გინდა გამარჯობა ესე იგი თამარ ქეთევან რატომ შეგკრივი რა შევკრივე ბიჭო ჩვენ სახლში ვარ რა ტიპი ხარ რა გიძღები კარგი ნუ ეგრე იყოს მაგრამ სანამ მე საქმეზე გადავალ ეს პატიოსანი კაცი შემახსენეთ ვინ არის კოტიკო რამინიშვილი აჰა რამინი ვაიმე სანდრო რა მოგივიდა რამინი ბიძია ხბოს რო კარგავდა ხოლმე არ გახსოვს სატრედიაში მოიცადე წვენს დაგისხავდა უი როგორ არა კოტიკო როგორ გაზრდილა შენ მე არ მიჩნევ მე სანდრო ვარ მახარაძე კაი ბიჭი ხარ შენ პატარა იყავი ასეთ დარბო კოტიკო სასიამოვნოა სანდრო ბიძია აჰა ვა ბიძია ეგრე დამიძახე ხოლმე შენ რა საქმიანობ უნივერსიტეტში ვსწავლობ აჰა იურიდიულზე არა არა უშავს აბა სანდრო წენი დალიე რა ორას ამბობდი რაღაც ჩემი სათქმელი მაქვსო ხო მოკლედ პოლიტიკურ პარტიას ვქმნი აი მე ქეთინო რაღაცა თამრიკო წენი დალიე სანდრო მიდი წენი დალიე შენ მიდი აბა
კიდე ქმნი პარტიას. ხელისუფლებაში უნდა მოვიდე. შინჯილეთ. ხო და რა მაინტერესებს კოტიკო შენ ეს სულ ასეთ დიდ წიგნებს კითხულობ ხოლმე? რა კაი ბიჭია. არ გინდა ჩემი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთა ჩაიბარო. ჯერ არ ვიცი. ჯერ უნდა გავიგო თქვენი პარტიის წესდება, პრიორიტეტები, პოლიტიკური კურსი, სამომავლო გეგმები და მერე ვნახოთ. ისე ეგ მეც მაინტერესებს. გიგეცელი ბიჭო მინახარ რა კოცედი აკოცე კარგად გაცვალე. ვეში სუჩაკოცი, აბარა ჯერ დეიდავე, მე ჯერ სადაღარ ხო. სანდრო, აი, კოტიკო, სანდრო ხო გაიცანი, ჩვენი სანდრო უსაყვარლესი, ძალიან კარგი ბიჭი და დაჩერებსაც ახლა გაგაცნობთ, ჩვენზე ვიცხოვრობს ირაკლი ჩხეიძე. ირაკლი ჩხეიძე? ხო. მერის მოადგილეთ რომ ნიშნავენ. რა მერის მოადგილი ხო, დილით წავიკითხე ინტერნეტში. თქვენ არ იცოდით ეგ ამბავი? შენ საიდან იცოდი? ირაკლი. კეთინო რაში გვაწყობს ახლა აი მე რას ქვია ბავშვი? კრედიტი მესამე კურსი, ავიდა ხო დაგულოცა ხალხო, თქვენ თუ გიფიქრია, როდესმე, რომ ამ ხელა კლინიკას, ამ მასშტაბურ ორგანიზაციას, რომ ხელმძღვანელი აღარ ეყოლება და წავა ეს პატივცემული და ღვთივკურთხეული კაცი იმერიაში, ვინ უნდა უხელმძღვანელოს? მე მეცაც ვიტყვი, ამ ხელა ცხრის ფარას არ უნდა ხელმძღვანელი, ვიღაცა, ვინც იცნობს თითოეული თანამშრომლის ფსიქოლოგიას, როგორ აზროვნებს, გულში რას ფიქრობს, ქვეტექსტი რა, ვინ იცნობს ირაკლის ყველაზე კარგად. აი ძვირფასო მეგობრებო, არ ვიცი ახლა ნეფსით თუ უნებლიეთ. ნოდარმა წამოაყენა თავის კანდიდატურა კლინიკის დირექტორის პოსტზე. თუ სწორად მივხვდი, ხო? წამოაყენა კანდიდატურა. კი ბატონო, თქვენ რა სიტყვით ხალბატონო? რას ვიტყვი და ამ ბოლო დროს იმ ჩერჩეტმა როსტომაია. ხო. რა ვიციო, იქნებო ამ ბოლო თვეებშიო, სანამ ბავშვი დაიბადებაო, ხშირად ვიყოთო ერთათო. მე კიდე სულ სამსახურში ვარ ამ ოთახში და რა ვიცი, ისიც თუ აქ იქნებოდა იმუშავებს და თან იქნება, ჩემთან რა ბავშვთან. ხო და თან თუ დირექტორად იმუშავებ. დირექტორად რა არ არის აუცილებელი დირექტორად, მაგრამ აი გოგი, უსმენდი შენ ამას შვილო ყველაფერს. კალექსა, უსმენდი ხო? გალექსა, კი ბატონო, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე კანდიდატი ყავს უკვე კლინიკის დირექტორობაზე და შესაბამისად ყავს ორი კანდიდატი, ნოდარ მხეიძე და ნოდარ როსტომაია. ირაკლი. არჩევნები უნდა ჩავატარო. აი, არჩევნები. კი. ირაკლი. თან არ გაინტერესებს, ერთი მოვიდეს, დაჯდეს რასი დირექტორებს ერთ. ხა, არ გაინტერესებს. რა დღეში ამ დელაპარაკი თუ იცოდა წინა საარჩევნო არ მეგონა. თუ არჩევნებია მაშინ იყოს არჩევნები. გასაკვირველი. როგორც კანონია, როგორც წესია, ჩვენ უნდა მოусმინოთ წინა საარჩევნო პროგრამებს, დამეთანხმება გოგი, არა? რომ მივიღოთ შემდეგ ესეთი ჯეროვანი, ბრძნული გადაწყვეტილება, რომ არ შეგვეშალოს და ვიღაცა უღირსი არ დავნიშნოთ. მეთანხმებით? აუცილებლად. კი ბატონო. ეხა პროგრამას რაც შეეხება, მე შენ კურსს არ გადავუხარ. ამისთანავ ძენკად შემუშავებული კურსი და მეთოდოლოგია მიდიხარ და მე ამას ვიკადრებ. შენ ჯარიქ წერია და კიმჩენილი რო გარდაიცვალა და კიმჩემინი რო დაინიშნა და რო არ გადაუხვია კურსს, იმ კურსით ვივლი მეც. არჩევნები არის, არჩევნები ჩემ გარეშე წარმოუდგენელი. რატო ვითომ? ხა მე და არჩევნები ვართ, აი ესე რა. ნუ ძალიან ახლოს არა ვართ ესე, მაგრამ ესე ესე ხარ, ვერ ახარ შენ შვილო, ვერ ხარ გეუბნები, მე შენ ნერვიულობ. აღარაფერი აღარ ეშველება. მის ვინე გოგი, არ გინდა რომ შენ ჩემი საარჩევნო შტატის ხელმძღვანელი საპატიო ტიტული მოგანიჭო? ზუსტად ეგ მინდოდა ნოდარ მეთქვა შენთვის. არ გინდა რომ ჩემი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე იყო? ლოქვა, როგორ მივედა? აი მეგობრებო, ნახეთ, ნეფსით თუ უნებლიეთ, არ ვიცი ეს როგორ მოხდა და საიდან იმართება ეს ყველაფერი. ესე იგი, ხო ალბათ ბატონო და მესამე კანდიდატურა ყავს ძლოკვი, ხო? როგორ ზოგადად? ბელის წიწელი. ძლოკვი, ბლეკვერტიე? ბელის წიწელი. გოგი, კი ბატონო. ეხა ირაკლიბიძე ხალხი კი ილაპარაკებს, რომ ირაკლიმო თავის მაკაცის შვილიშვილიო, ჯერ პედიატრიაშიო, ეხა დირექტორად დატოვაო, მაგრამ ნუ ავიტანე ხარ რა უშენ. ერთი მოიხედე, რომ მოდიხარ, რა პროგრამით მოდიხარ. მე თუ გავხდები კლინიკის დირექტორი, დირექტორის მოადგილის მშობიარობა იქნება უფასო. მისმინეთ ერთი წუთი რა. არ გინდათ ეხა ერთის კამის გულისთვის ასე ერთმანეთის დახოცვა და გადაკედება. მე თუ ვინმეს გადავეკიდე. კუდით გასასროლინე. ვინ არისო ირაკლი ჩხეიძეო? ვინ არისო და ჩემი მეგობარია? გამარჯობა ხალბატონო ნონა. როგორ და ირაკლი გილოცავ მერის მოადგილეობას. ნოდარ, გამარჯობა. გოგი.
შენც გაგიგია, ლაშა. კი ბატონო. დიდი მადლობა. კი ბატონო. მოკლედ, მეგობრებო, უნდა წავიდე მე. მერიაში უკვე ბევრი საქმეები დაგროვდა, მელოდებიან, უჩემოთ ვერ წდება ეს საკითხები. მე გავიქეცი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება ობიექტური, ლუსტრირებული, ანუ გამჭვირვალე, ნუ მიყურებს ზღვის გოჭივით, ბიჭო. გამჭვირვალე და ღირსეულ კანდიდატს შეარჩევთ და დაიკავებს ამ ღირსეულ ადგილს, ღირსეული კანდიდატი. ირაკლი. რა არჩევნები რა ვარიანტია რა არის? მე კლინიკის დირექტორი ხო აღარ ვიქნები? და კლინიკის დირექტორი ხო უნდა? ხო? ყავს სამი კანდიდატი. ნოდარ მხეიძე, ნოდარ როსტომაია და ბლეკვერტიე ძლოკვი. თუ როგორ ბრძანეთ? ძლოკვი, ბლეკვერტიე ძლოკვი, ახალგაზრდული ფრთიდან ჩვენი კლინიკის გოგი ჯაფარიძე. ხო და აი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ხო მართლა შენ რა სიტყვია ამასთან დაკავშირებით? მე არ მესმის რატომ არ განიხილება ჩემი კანდიდატი. აჰა, მეოთხე კანდიდატიც ყავს, გენაცვალე. ოჩახ გეგი, გენაცვალოს ბებო. გემოვნება კარგი აქვს, მაგრამ რა გინდა ვერეუბნება. გამარჯობა მეგი, როგორ ხარ? კარგად. კარგია რომ მარტო ხარ თეო. და მარტო როგორ ვარ? გეგიზე მინდა დაგელაპარაკო. თეო, შენ ხომ იცი რომ გეგის ძალიან მოწონხარ, მაგრამ მერიდებაო, ვერ ვეუბნებიო, არ ვიცი რას მიპასუხებსო. მართლა ისე მივეჩვია რომ მოდის და არაფერს არ მეუბდება, რომ ერთ დღესაც რომ რამე მითხრას არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო. ოჩახ გეგი რა. არა გემოვნება კი მოქვს, მაგრამ რა თქინა ვერ ვეუბნებ. ბებო? აქ რა გინდა? რა მინდა და შვილთა შვილი მინდა. გეგი, როგორ ხარ? თეო, რა ვიცი, კარგად. აი, მოვედი. გეგი, დღესვე უნდა უთხრა თეოს რომ გიყვარს. კარგი რა, ბებო, როგორ უნდა უთხრა? როგორ და ჩვეულებრივად ასე მიყვარ ხარ? ვერ ვამბობ. რას ვერ ამბობ? გუშინ ღამე ძილში 50 ჯერ მაინც თქვი. სანამ მამა შენ არ გიპასუხა, მეც არ გაჩერდა. ვერ ვეუბნები და მორჩა. აი, ვერ ეუბნები და იჯექი მანდ და იმღერე. ჩუმად გაგიყვან მინდორს. ბებო გინაცვალოს. დღეს უთხარი ყველაფერი თეოს და იმ ჩურჩხელებს ახალ წლამდე გაჭმევ. კარგი რა. თხილიან საათს? იასაბო. ვა, ბიჭო რა შემუთა ნახე. ვახ, მაგარია ვიცი ეს ფილმი რა, ძალიან მაგარია რა. აჰა. ვინ არის ირაკლი ჩხეიძე და ვისი რეკომენდაციით ინიშნება ეს? მოიცა რა თუ ძმა ხარ რა, მოიცა რა. აღარ შენ კროსვორდი. რამდენი ხანია კროსვორდი არ შემივსია რა, მაგრამ რა გინდა ერთი და იგივეა ყველგან. აქაც ეგ იქნება. მოიცა აბა შევამოწმოთ ისინი არის თუ არ არის. მაშინ დავიწყოთ შემსება აბა. ნახოთ კომში, ანუ ეს არ არის კარგია. თვალის ფერადი გარსიც არ არის ძალიან კარგია და მუსიკალური ნოტი ამში გენაცვლოდი შენ არაჩვეულებრივი კროსვორდი ყოფილა. აბა დავიწყოთ შევსება. ესე იგი ეს ანტანანარივუ ჩავწერე ძალიან კარგი თხაულაგირი ჩავწერე მესი და ქათამი ჩავწერე ეს საშიში ჩიტი ავსტრალიაში რა არის ნეტა ჰა საშიში ჩიტები არის ავსტრალიაში კაცო ავსტრალიაში ის არ არის საყვარელი კენგურუები დაფრინავენ ეგენი ვითო რა ვიცი
თბილისო მზიგავარდების მხარეო გილოცა ვირაკლი ჯერ კიდევ როდის ვამბობ როდის? გილოცა როდის ამბობდი? ხო ვამბობდი ირაკლი ჭხეიძე დიდი კაცი გახდება მერიაში ნუ ეხა დიდი რა მერის მოადგილე რა ჯერ ირაკლი ჯერ მოადგილე ჯერ კარგი მე თვითონ აი გილოცავთ ირაკლი ბიძია გვალო ჩვილო ირაკლი აბა თუ გამოიცნობ ვინ არის ეს რამდენი ასოა მოდი ხო დაჯიკი შინაური ოჯახია ჩვენები არიან ესენ აი დედა რა ამბავი არა მაინტერესებდა ხო ხო ჩვენ ირაკლია ეს ჭხეიძე ჩვენი საყვარელი ადამიანი ხო აბა რა ხდება აბა ვინ არის გაინტერესებს ვინ არის და ეს არის კოტიკო რამინის შვილიშვილი რამინი ზრო ხარო დაკარგა კაცო ეს რო ეძებდა მაინც რო ვერ იპოვა გენასვალე შენ ირაკლი ჩვენი კოტიკო ჩამოსული არის საქართველოში და რაღაცა პატარა პრობლემები აქვს და რა პრობლემა ეხა გეტყვით აი მესამე კურსიდან რო გააგზელო სწავლა აი რაღაცა მესამე კურსზე უნდა დაჭდეს მე ჩაგეძიებით თუ შეიძლება თამარჩი კეთუსი ჩაგეძიებით თუ შეიძლება მაინც თანამდებობის პირი ვარ ხო მე რა მაინტერესებს ახლა ჩემ თავს როგორ აცნობთ კოტიკოს როგორც მეგობარს თუ როგორც მერის მოადგილეს როგორც მეგობარ მერის მოადგილეს და რა მაინტერესებს კოტიკო ხო დიახ შეხედე ზრდილობა კულტურა ადგა დაჯდა კოტიკო სასწავლობდი შვილო რიაზანის უნივერსიტეტში რიაზანის უნივერსიტეტში რა სლავა რიაზანში კაცო რიაზანი ცნობილი რიაზანში კაცო რიაზანში სწავლობდა რას ლაპარაკობ კაცო რიაზანში კი ვიცი რიაზანი გამახსენდა მანდარ დაიბადა ის კაცო ეს წენინი აბა ეს და რომელ ფაკულტეტზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყველაფერზე აი ნიჭი გენეტიკა არი კარგება ნიჭი ამას ქვენავსებდით ირაკლი ბიძია ხო რა იყო ეს ალბათ ვერ მოასწარით ხო აი ეს კაზუარია ვინ კაზუარი კაცო საშიში ფრინველი მაშაყირებს შვილო კაზუარი როგორ შეიძლება საშიში ფრინველი იყოს რას ლაპარაკობ ხო ვერ მოვასწარი ვა რაბა ატოცობა გარიგა მე ხა შეხედე ამას კი ვერ მოაშორებ შეხედე აი მე კოტიკო ჩაიტანე მიდი ჩვენთან ჩაიტანე დააჯექი წაიკითხე რაც გაგიხარდება ყველაფერი წაიკითხე რა შეიძლება მიდი რაც გაგიხარდება მიდი გაყვი კოტიკო მიდი ტომეული ხო აი ესეც გამოგვარდა აი ეს წაიღე მიდი მადლობა კოტიკო შენ წითელიც ხილია გარეცხილი მაცივარში ხო და არ დაიწყორეთ სხვა წუწაობა ხო კარგი მიდი მაჭადიკი ბერძე ნელა კოტიკო რა კარგი ბიჭია მოკლედ ჩვენ ხვალვე უნდა გავაცნოთ გოგო ამას ავრი მოდი ხვალიდან გავაცნოთ გოგო კოტიკოს და ზეგიდან შეთვის და კარგი გოგო კარგი მოძებდა შენი ჭირი ზეგში კარგი ბიჭი ვაი აბა მითხარი ახლა როგორც მერის მოადგილეს რა გეგმები აბა დაიწყე მიდი მე გრანდიოზული გეგმებით მოვდივარ ისმენთ როგორც მერის მოადგილე ესე იგი ვიწყებ თაწმინდის რაიონიდან აი ანძა ხო იცით ანძა და ის დიდი ბორბალი ხო იცით რა თქმა უნდა ხო აი მაგათ უნდა შეუცვალო ადგილები როგორც არასდროს ერთი ყავა. ვა! სანდროს მეგის გეგი, სანდროს გეგის მეგი თელი ოჯახი აქ ახართ, ხო? ბიჭო. გეგი როგორ ახარ? სანდრო, მე ვიცი რომ შენ ძალიან ეხმარები გეგის თელსთან ურთიერთობაში და არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა, მაგრამ დარწმუნებული იყავი. რაღაცას მოვიფიქრე. აი, არ ბიჭო. ამა რა ქნა კიდე არ უთხრა? გეგი ის მაინც უთხარი რომ ვერ ეუბნები. კარგი სანდრო, ვეებს ეუბნები. არა გეგი, ეგ არ უნდა უთხრა.
ქალს უნდა უთხრა ის, რისი მოსმენაც უნდა შენგან. სანდრო სულ მაგას ვეუბნებოდი და ბიჭო კარგი გადავწყვიტე და ვეუბნები ატეკი გაიმართე წელში თმა გაისწორებებო და ხმამახლა ბებო რაღაც მინდა რომ გითხრა თეონა აი მე გეოდები აბა მაინტერესებს რა უნდა გითხრა სულ შენზე ვფიქრობ დღე და ღამე ღამე ქუჩას მე თეონა შენთან ერთად რო არ ვიყო სულ მომენატრება ბაკურიანი სიმღერა და თოლში გრიალი თეონა შენ ცხოვრებაში შენ ხარ ერთადერთი თუმანი შენ რას ერჩოდი მაგ თუმანს იმე რა თუმანი და შაური შენ შაური მე კარგი რა გეგი მე თუ გიყვარ ვარ ეხლავე მიხვალ თეოს და ეტყვი რომ გიყვარს მიყვარხარ ბებია რა და მიდი ეხლა და უთხარი მიდი ვა თეონა მეგი ბებია მიყვარს და შენც მეც რა გეგი აი რაც ბებია ჩემი ანუ გიყვარ ვარ ხო რატო არა რა ხო და მოკლედ ესე იგი ამას კიდე გავაკეთებ აუცილებლად გავაკეთებ ჩუღურეთში კი აუცილებლად ჩუღურეთში ეს გაკეთდება ოღონდ აი მთაწმინდაზე რომ მოვჩები იმას რაც გითხარით აი ეს ყველაფერი იმის მერე მივხედავ მერე ჩუღურეთში იდან იქ ვიქნებ აი ბატონო ირაკლი გისმენთ და არ მჯერა მგონი ოცნებო ხო აი რაღაცნაირად არ ვიცი ხო რა მოგიგონია ეს ჩუღურეთში საერთაშორისო აეროდრომიო რა რატო გენაცვალე რატო სადმე გაგიგია ასე რომ იყოს აეროდრომი შუა ქალაქში ჩუღურეთში იქნება საერთაშორისო აეროდრომი ვიღაცის სახელობის არ ვიცი გაწყნარდით არ გითქვამს არ გამიგია მე მინდა ახლა ერთ თემას დავუბრუნო თქვენ თუ იცნობთ და იმედი მაქვს იცნობთ მოქალაქე ქეთევან ღლონტი ამაზე მეუბნები ჩემი და ქეთევან ღლონტი დიახ როგორც მოგეხსენებათ მას სურვილი აქვს მისი საცხობი გააფართოს და ეს თქვენ გითხრათ კი ადრე მითხრა მაგრამ მაშინ არ მივაქციე ყურადღება და ახლა ვხვდები რომ მომიწევს ხო მოგიწევთ აუცილებლად მოგიწევთ და იმედია ხო ყველაფერი კარგად იქნება ესე იგი რა ხდება ახლა ბატონო ირაკლი ჩვენ ეს აჭარული ხაჭაპური ზომები ხომ გავზარდეთ გავზარდეთ ეგ ზომები გავზარდეთ ხო და შესაბამისად ხო საცხობიც გინდა რომ გავზარდოთ ხო თან ეს ცხობელიც ისე მოპუტკუნდა მოფერიანდა ბატონო ქეთინო გადაყოლილი ხართ თან ნუმაკებთ თამარ ნუმაკებთ ხო თქვენ მე სულ მანები აი ესე მაგებთ ხო და ეხლა რა ხდება იცით რომ აი ეს ფართი გვინდა რომ გავზარდოთ რომ უფრო გემრიელი და ეს მსუყე ხაჭაპურები გამოაცხოს მცხობელმა ნაირ-ნაირ არ ვიცი გენაცვალე არ ვიცი ჩვენ მერიაში ეგ ხაჭაპური არ გაგვისინჯავს ქალბატონო ქეთინო დარეკეც აცხოს არა ახლა არ არის აუცილებელი გარწმუნებთ ჩემო მეგობრებო მაგის დროც მოვა ახლა არ არის მაგის დრო ახლა მითხარით სხვა თხოვნები რა გაქვთ ეხლა ესე იგი რა ხდება იცი რა ჩემო ბატონო ირაკლი უკაცრავად პირდაპირ მერის კომპეტენციაში ეს ამბავი და ეს საქმე არ შედის მაგრამ ეხლა რა ხდება იცი მინდა რომ ვინმე შემითვალიერო დეპარტამენტის უფროსი თამარისთვის ფლა დეპარტამენტის არ ყვნის და ტენდერი რომ გამოვაცხადოთ სპორტაშორის არ არის ცუდი იდეა მაგრამ ჩვეულებრივი იდეაა მე გამოვაცხადებ აი მე ტენდერს როგორ მიხარია არ ყვნის დავიმატებ ამ კომპეტენციას თქვენი ხათრით ოღონდ თქვენი ხათრით და გამოვაცხადებ ტენდერს მაგრამ ხო იცი კანონი მოითხოვს რომ ტენდერი იყოს დახურული ხო ანუ არ გვეცოდინება ხო ვინ გაიმარჯვა წინასწარ ვინ არის როგორ არის რანაირად და უცებ რომ გამარჯვებული აღმოჩნდეს შენი ვახუნხულა მე არ მომივა ნო და რა მოიგონე ეს ფარული კენჭისყრა და ეს ხალათი რომ შემოაფარე კიდე მოდი დავითვალოთ ახლა ხმები ხალათი იმიტომაა გენაცვალე ამისთანა გატკეცინებული რომ ხან შემოვაფარებ და ხან შემოვიფარებ დაჯექი
დაჯექი. ისე მოიცოდეთ, მე რომ სწავლაგო, მაინც მე უნდა ვიყო დირექტორი. ო, რატო ვითომ? იმიტომ რომ ორ ამხელა მოადგილეს გეჭიდავებით ეს პატარა პედიატრი კაცი. ამდენი ხალხია კლინიკაში? ამდენი რა გენაცვალე ზოგი წარისულები ყავს გაფორმებული და ზოგი მარტინილი და ზოგი ბუფეტში გდია დღე-დაღამე და იქნება ამდენი, აბა არ იქნება. არა, ამდენი არ არის ხალბატონო. ამას ნოდარის ხრობი გამოვაკელით და აი მაგდენი თანამშრომელი. ვაიმე, მე გავხდები თუ არა კლინიკის დირექტორი, შენ თუ მორგში არ გადაგათხლისო ეს. მოდი ახლა დავითვალოთ ხმები. აი, ამოვიღოთ პირველი. ნოდარ მხეიძე. სწორია. ხალბატონო, ნახეთ, რაღაცა გაკრული ხელით არის ეს წრე შემოხაზული. გაბათილებულია ეს. გაგაბათილა. ნოდარ მხეიძე 1. კარგი, 1. ნახე. ლაშა ტორონჯაძე. ლაშა ტორონჯაძე. ო, წამოვიდა ბუფეტის ხმები. იგი. ლაშა ტორონჯაძე. აჯანდაბაა რაც. ნოდარ როსტომაია. როგორი ლამაზი წრე შემოგიხაზოთ, ხალბატონო. კარგი და მორჩი მაიმუნობას. ფარგლით. აი. შერჩეტი. გისმენ. რა უდრო-დროს იცის ამ კაცმა დარეკვა და საერთოდ ყველაფერი უდრო იცის. ეხლა ვითვლით ხმებს, ხო? ლიდერო ფარაიზი. კარგი დაგირეკა მარცალია ეხლა. კარგი. აბა, ნახეთ ეხა, ნახეთ რაკენი, რა დათვალე, ვინ არის გამარჯვებული? მოკლედ, ნოდა როსტომაია 1 ხმა, სწორია. გოგი ჯაფარიძე 6, სწორია. ნოდარ მხეიძე 15 შესანიშნავი, გააზრებული. და ლაშა ტორონჯაძე 16. ყოილია. ყოილია. რანაირად კაცო 14 ხმა მარტო მე ჩავაგდე ჩემთვის. მაშინ გაუყალბებიათ, ნოდა, იმიტომ რომ ერთი ჩაგიმატა ვიღაცამ. ორ რაკცელიანა. კაი, მოკლედ მე გავიქეთ წავედი. საწახეთ. ლაშას ვეტყვი ამ შედეგებს და თქვენც რო იცოდეთ, მე ჩემს კანდიდატურას ვხსნი ლაშა ტორონჯაძის სასარგებლოდ. მე ეს კაცი მქონდა მომწკრებული მომასწრო. საწვიდი ხარ ბიჭო. ხედავ შენ, მოიცადე, ნონორე. ესე იგი ლაშა ტორონჯაძე ხდება კლინიკის ხელმძღვანელი. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, რა გვეშველება გოგო? შენ არ ვიცი რა უნდა ქნადა. მე კი ვაჩენაგერ. ამას უყურე. რაიმე. სანდრო. აბა, კითხვები გამოუშვი. მე მაქვს კითხვა, თქვენ გაქვთ კითხვა, მე მაქვს. კი ბატონო, შეიძლება დავიწყო? კითხვა მაქვს. რა არის ეს? ეს არის ჩემი პარტიისთვის პირველი შემოწირულობა ჩემი პარტიის პირველი წევრისგან. სხვათა შორის შენ არ გეცნობა თამარ? მე რატო უნდა მეცნობოდე? შმაგის დამზადებულია. აი, ჯერი მე რა სანდრო რა გინდა ის თქვიო? ხო, ბატონო ირაკლი. აი, ხედავ? ჯერ არ დანიშნულ ხარ მერის მოადგილედ და უკვე ბატონო, ხო? ვაი, ხო. მე უნდა ვირეპეტიციო ხალხს რომ მივმართო ტრიბუნიდან ხვდები და თუ მე შენ კორუმპირებულს და ძირსებს დაგიძახებ არ გეწკინოს, კარგი? მეორე შეკითხვა მაქვს. ისმენ? რას დამიძახებ? ძირსებს. უი, მესამე შეკითხვაც გქონდა. ძირსი რა არის ბიჭო? აი, ძირს ირაკლი ჩხეიძე, ძირს კორუფცია და ასე შემდეგ, ხვდები? თქვენ იქნებით მოქალაქეები. უკმაყოფილო მოქალაქეები. ვიქნებით. მოკლედ დავიწყებ ახლა მე, ხო? ჩემო ნიჭიერო, მაგრამ უკმაყოფილო მოქალაქეებო. აი, ნახეთ. მერის მოადგილედ ინიშნება ადამიანი, რომელიც იყო ადრე სახელმწიფოს მოხელე, მინისტრის მოადგილე და იყო მსუქანი. წავიდა რა კერძო სექტორში, გახდა, ჩამოდნა, მოშივდა და გადაწყვიტა ისევ დაბრუნდეს ქერის ორმოში, რომ გასუქდეს. ჩვენი პარტია მახარაძე დემოკრატები ამას არ დაუშვებს. ჩვენ მუდამ ხალხის გვერდით ვართ. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეთ.
ვაიმე, გაწყვეტე, შენს დაისვენებ და ჩვენც მოქალაქე. გაწყდე. კითხვები მომაყარეთ, კითხვები. შენ ირაკლი სამედიცინაზე დამისვი კითხვები, შენ ქეთევანს საკვებ პროდუქტებზე და შენ თამარ პენსიებზე. აი გაგბრდღნი. პენსიებზე კარგი. გოგი, როგორ ახარ? როგორ მომენტი. ახარ. ეს და ირაკლი ბიზია. ახალმა დირექტორმა თქვენი პირადი ნივთები გამომატა. ეს ქალბატონონამ არ არისო ირაკლისო, მაგრამ აქ ნერვებს მიშლისო და გოგი, გამარჯობა. როგორ ახარ? გოგი, როგორ ვარ და ნახე, ეხლა მე მინდა რომ ჩემი პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ ემზადება და სიაში მინდა ჩემს საარჩევნო სიაში რომ შენ შეგიყვანო. რას? არა, სანდრო, მე და არჩევნები უკვე ვართ აი ეს. ვინ არის ახალი დირექტორი? ვინ არის და აი რა არის? აი ხარის აი ხა მე მივალ იმ კარს გავაგებ და ახალი დირექტორი შემოვა? დარწმუნებული ხარ? მართლა? მაგან გამომიგზავნა ეს ხე? ირაკლი ჩემო მერის მოადგილებ მინდოდა საჩუქარი წამომეღო მაგრამ დამავიწყდა და დაბა აი რა ჭირს ამაც რა ჭირს შენ კლინიკის დირექტორი ვარ და მეტი სერიოზულობა მართებს მაიმე ეს რას ნიშნავს ეს რაო რა რას ნიშნავს ჩემო ქეთევან და შენ გახდი კლინიკის პირველი მედდა ო მე ირაკლის მაგივრად ამირჩიეს დირექტორად ვაიმე გილოცავთ რა გილოცავთ კიდევ კარგი корпуს არ გაცდა კლინიკის დირექტორობა რა კაი მე წავედი კარგად იყავით კარგად გოგი გაიხარი როგორ შეგაგო და ირაკლი ბიძია ისა რა ისა საშუ ჩააბარეთ რა მეზეშვი ვა შაშვი ყავთ აი მეშაშვი გამოდიეთ ვაიმე ლაშიკა გილოცავ გამით მეტრიბუნა ეხლა მომისმინეთ მე გამოვდივარ სიტყვით დიახ ყურადღებით მომისმინეთ მერის მოადგილეთ ინიშნება ირაკლი ჩხეიძე მაგრამ ის ირაკლი ჩხეიძე არის ბოთე ვაიმე რას ხავე ცხოვრებაში ეგეთი რამე არ გვითქვამს და აზრებს არ მოვსვი გამაცი ინიშნება მოიცა რა ბოთე ვინ ბოთე ის ირაკლი ჩხეიძე შენ რო ამობდი რომ ბოთეო მე უბარებო გამოცდებს უბარებდი ის ირაკლი ჩხეიძე დაინიშნა დიახ ის ირაკლი ჩხეიძე დაინიშნა ის ირაკლი ჩხეიძეა მეც ირაკლი ჩხეიძე ვარ ანუ სეხნიები ვართ და ჩემი მოგვარეც არის დიახ და აი ეს მდგომარეობა მე გამოვიყენე იუველირულად და ვიმაიბუნე ფილიგრანულად ეგ ის არის არა ის ფილმი როა რა ის ორი ირაკლი და ორი ჩხეიძე აი ის აბადელი ეგ არის ეგ აი ხედავ რას მიაღწია ამ შენი მაიმუნობი ხედავ რას მიაღწია და აღარც მერის მოადგილე ხარ და აღარც კლინიკის დირექტორი ეხლა ის გინა ფილიგრანულად და გინა იუველურულად მომისმინე შენ მომისმინე სტომატოლოგო მე კლინიკის დირექტორი ვარ ყველა საბუთის სახში მაქვს დიახ ასე რომ ხვალ ბევრი საქმეა კლინიკაში დილის 9 საათზე იქნებით ყველა კონფერენციაზე იქ წუთს გადააცილებთ მიგაყოლებთ ზედიზედ გაგიშვებ სამსახურიდან აი ფილიგრანულად მოიჭ რა გამოდის რა მე რომ მოვედი და ის დება მომისმინე ხო არ გაგიშვია ვინმე სამსახურიდან
გავშვებით არა, მაგრამ ერთი მივიღე, გაუშვებ ისე. ეხლა რა გამოდის, რომ ის სხვა ირაკლი ჩხეიძეა? ის სხვა ირაკლი ჩხეიძეა? დამრჩა კოტიკო, ესე იგი პირველ კურსზე. კოტიკო კი არა. კოტიკო კი არა, ამ ხელა კაცი ძლივს გავხდი დირექტორი და 1 საათში გამაგდებინეს ბრაგვანი. ხალხო, ჩემმა პოლიტიკაში მოსვლის დაპირებამ უკვე გამოიგო შედეგი. ერთი ფუნქციონერი გადადგა, სადაც ვიწრო იყო იქ გაწყდა. მოდი დაჯერდი რა, მოდი დაჯერდი. ძალიან მაინტერესებს რა სიტყვი რა. მიდი, გელოდებით. კარგით რა ხალხო რა. შეიძლება ასე ახლობელი ადამიანის გამოლან სხვა კაცო. რა მოგივიდათ კაცო, რა არის, აუბედურებაა, რა მითხარით, რა მომკალით ბარემ კაცო რა. მოგცემთ იმ ბოთეს ნომერს და დაურეკეთ თქვენ თვითონ იმ საცხობზე და რა იყო რა არა, საცხობის ამბავზე კი დაურეკავთ მოგვეცინო. კოტიკოს ვინ დასვამს მესამე კურსია? პასუხი გაგვეცი. ვაიმე რომც დავენიშნეთ იმ თანამდებობაზე ხალხო მართლა არ ვიცი კოტიკოს ამბავისთვის როგორ უნდა მეშველა მომეგვარებინა. ნუ არ ხდება ეგრე ხალხო რა. ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება. მოდი რა მარიკა, მოდი გადაიბარე შენი მასხარა ქმარი. მასხარა კი არა, მერის მოადგილე. კარგი რა ბეღურა, გეხვეწები კიდე ეგ უნდა მაგათ კაცო ისედაც. შეხედე ახლა ესეც ხო ვიცით უკვე ჩვენ ყველაფერი ვიცით სიმართლე. არ გვინდა ეს ცანცარი. ვიცით ყველაფერი რატო ავყევი მაშინ? ვაიმე, რა ურას ამბობს რაღაცა გადამითარგმნე, ვერ გავიგე რაღაცა რა ეხა ეს ახლა კაცი მას ასასწავლია. შენ გეცოდინება ესე რა გადამითარგმნე. მე გადაგითარგმნი ქეთევან, იმან დამირეკა და მითხრა ყველაფერი. შენი გვარი სიამაყე. დიახ. ხოდა, ასე მითხრა რომ ირაკლის სიურპრიზი მინდა გავუკეთო და პირადად ვუთხრა ყველაფერიო, მაგრამ ამ ჟურნალისტებმა საიდან გაიგეს არ ვიცი. მოკლედ ისეთი კმაყოფილია შენ კლინიკაში მკურნალობით. ნუ ეხლა გენაცვალე მე ევროპული სტანდარტები მაქვს დაფუძნებული იქ სულ რა. ო და ირაკლის მინდა პატივი ვცე და მერის მოადგილეობას გთავაზობს. ვაიმე, ირაკლი. რა? ესე იგი ის ირაკლი ჩხეიძე, ის ირაკლი მე ვარ ის ირაკლი ჩხეიძე. ბოთე ვარ რა. მეკადრება. ბოთე ვარ, რა მეკადრება? როგორც თავს ეცით პატი. გამატარეთ ეხლა. რა ვიასკადრულო? რას ქვია ბოთე? 2 წუთის წინ რას მეძახდი? ქვიან ეს იყო ძენი. რას მეძახდი? ოჯახის წევრი. ეხლა გავხდი ოჯახის წევრი. 2 წუთის წინ ვინ ვიყავი? ვერც კი ვიმეორე ვინ ვიყავი 2 წუთის წინ. რა ხობელი გავხდი ეხლა? აი მე ვინ? ირაკლი ნათესავები. ნათესავები. ადექი ბალიშზე დაჭერა. აი ესე. ეხლა ხო, ეხლა ბალიში ეხლა. ხდებაო მარიკამ რა ხდებაო და უნდა აუხსნათ. ეს ჩვენ ვართ ჩინაურები, ხალხო, ნათესავები. მირონი. ვაიმე მოგესმინა 2 წუთის წინ ვინ ვიყავ. შენი თამადა იყო კორპუსში ჩემი მეჯვარე მარიკა ხირის უკრა ყველაფერი ირაკლი. ესე იგი ირაკლი ახლა მე გეტყვი აღიხსნი კოტიკოს ამბავი მესამე კურსზე როგორ უნდა დასვა. ესე იგი ახლა რა უნდა ქნაში? 1 წუთი? ცხელა. ეს ერთი. და მეორე, მოგისმენთ, ოღონდ, ბეღურა გეხვეწები, ყავა გამიკეთე რა. ბეღურას გაკეთებული ყავა. ისეთი ბელგიური შოკოლადი მაქვს სახლში. ბელგიური გადახარია.